სიცოცხლე იწყება იმპულსით. ყოველი აზრი, ყოველი მოძრაობა, ყოველი გრძნობა ელექტრული ენერგიის ციმციმია. მაგრამ არსებობს მტერი, რომელსაც შეუძლია ამ ბუნებრივი მექანიზმების განადგურება. ის მოქმედებს ჩუმად, შეუმჩნევლად, დაუნდობლად, შიგნიდან ანადგურებს. ჩვენ ვსაუბრობთ მიკროპლასტმასზე, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით უხილავი პაწაწინა ნაწილაკებია. ისინი თმაზე ბევრად უფრო თხელია, ძალიან პატარები. არა მხოლოდ დამაბინძურებელი, არა მხოლოდ ტოქსინი. ეს არის მასალა, რომელიც თავად სიცოცხლის ენას ანადგურებს. მაგრამ როგორ აკეთებს ამას, როგორც კი იმპულსი ირღვევა, რეალობა დამახინჯებას იწყებს. პლასტმასის ნაწილაკები არღვევენ უჯრედებს შორის კავშირებს. ისინი იწყებენ თვითგანადგურების პროგრამებს. ისინი ართმევენ უჯრედებს ენერგიას. საშიშია იმის გაცნობიერება და სულ უფრო მეტად ყოველი ახალი სამეცნიერო კვლევის შემდეგ, რომ პლასტმასის ნანონაწილაკები, როდესაც ისინი შედიან სინამდვილეში აზიანებენ მიტოქონდრიებს, უჯრედის იმ ნაწილს, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს. ნანოპლასტმასები განუწყვეტლივ ამცირებენ ჩვენს ენერგიას შიგნიდან. ჩვენი მომავალი უკვე შეიცვალა, უბრალოდ ჯერ ვერ ვაცნობიერებთ. მოლეკულური დონიდან ეკოსისტემის მასშტაბებამდე მიკროპლასტმასის გაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიოსფეროსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად. მზად ხართ გარკვიოთ, რა ხდება თქვენს სხეულთან პირდაპირ ახლა. უყურეთ პოპულარულ სამეცნიერო ფილმს ნანოპლასტიკი საფრთხე სიცოცხლისათვის.